ყოფებით მირთა მოედანზე და ვიხსენებთ ყველა იმ გმირ სამოქალაქო და სამხედრო პირებს, ვინც შესწირა საკუთარი წავი მშვიდობიან თანაცხოვრებას არ გააჩნია არანაირი ალტერნატივა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავაჩქარებინოთ ეს პროცესი, მაქსიმალური გავაკეთოთ იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი და საერთაშორისო პარტნიორები, რომელიც არის ჩართული ამ პროცესებში, იმისათვის, რომ ჩვენ მივახციოთ თანაცხოვრებას მშვიდობიან ფორმატში. ჩვენ ყველა ერთად პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, თანადგნობას ვუცხადებთ ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს ახლობლები, დევნილებს, რომლებსაც იძულებით დაატოვებინეს თავიანთი სახლები და მიწა-წყალი და მოუწიათ უამრავ სირთულესთან გამკლავება. განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ჯერ კიდევ მიმდინარე ოკუპაციის ფონზე სამყარო მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია, ჩვენ ყველა ერთად, აფხაზებთან ერთად უნდა დავდგეთ მშვიდობის გამტკიცებისთვის, მშვიდობის ასაშენებლად, იმისთვის, რომ დღევანდელი ტრაგიკული თარიღი ვაქციოთ არა მტრობის, არამედ მშვიდობის გამტკიცების და გაერთიანებულ საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრების სიმბოლოდ. 27 სექტემბერი ჩვენთვის საკმაოდ მძიმე დღეა. მძიმე დღეა შეგრძნებით და შინაგანი დუღილით. შეგრძნებაა ტკივილის, უსუსურობის, ნაღველის, უსამძიმრებ თითეული დაღუპული ჩვენი თანამებრძოლის ოჯახის წევრებს, მშობლებს, შვილებს, მათ ახლობლებს და ოჯახის წევრებს. ეს არის ძალიან დიდი ტკივილის დღე. სოხუმის დაცემა. ჩვენ ეს ომი არ გვინდოდა, ჩვენ ეს მოგვახვიეს თავს, მაგრამ ჩვენ დავდექით ჩვენი სამშობლოს დასაცავად და პრაქტიკულად ძალით წაგვაგებინეს. ამაზე დიდი ტკივილი გასულ საუკუნეში საქართველოში არ მომხდარა. დღემდე ტკივა.